ჩვენს თავზე 1000 რაღაცა ხდება, ამას ჩვენ აღარ უშინდებით და მეცაც ვიტყვით. იქ სადაც ჩვენში სიყვარულის დეფიციტია და სიყვარულის დეფიციტი როგორც ქრისტესადმი, ისე მოყვასისადმი, ეს ჩვენ მეტნაკლებად უნდა გვესმოდეს და ვიცოდეთ, რომ ჩვენ სერიოზული პრობლემა გვაქვს სიყვარულისა, არც სინამდვილეში არც ღმერთი არ გვიყვარს, არც მოყვასი და თუ ადამიანს ეს გაცნობიერებული აქვს, უკვე ეს კარგია, რადგან ის იწყებს სწავლას სიყვარულისა, აღმოჩნდა, რომ სიყვარული მხოლოდ თავგანწირვით ისწავლება, სხვანაირად ის არ ისწავლება და ღმერთიც როცა ხედავს, რომ ჩვენ სიყვარულის დეფიციტი გვაქვს და სიყვარულის დეფიციტი ნიშნავს, რომ ჩვენში ეგოიზმი, ინდივიდუალიზმი, სიამაყე, პატიმოყვარეობა უფრო ჭარბობს, ვიდრე თავგანწირვა, ვიდრე პიროვნული დამოკიდებულება სხვა ადამიანისადმი. შესაბამისად ღმერთი, როგორც ყოვლის შემძლე და ყოვლადგონიერი და ყოვლადბრძენი არსება, ქაოტურად კი არ უშვებს ჩვენზე განსაცდელებს. არამედ აი როგორც ქირურგის სკალპელი, ხო, აი ეს ვირტუოზულად თითოეულ ადამიანზე უნიკალურად, როგორც ვირტუოზია ეს ქირურგი, ისე მოქმედებს აი ამ განსაცდელებით ჩვენზე და მხოლოდ იმ ნაწილებს ჭრის ჩვენი არსებიდან, რომელიც ჩვენთვის ესე იგი დამაზიანებელია. ანუ არავიზე არ მოდის ქაოტური განსაცდელები. ეს იცის მორწმუნე. ურწმუნომ ეს არ იცის. ანუ რა იცის მორწმუნე? მორწმუნემ იცის, რომ ის რაც ტკივა განსაცდელებიდან გამომდინარე, ღვთის მოსიყვარულე და პროფესიული ხელით გაკეთებული, ესე იგი ჭრილობებია სკალპელით. ამიტომ მინდობილია ღმერთზე და არ შიშობს და არ ნერვიულობს და არ იმშვიდად. ჩვენ რა გვემართება განსაცდელების დროს? ჩვენ განსაცდელების დროს ვიწყებთ ტვინვას, წუწუნს, შიშს, რწმენას ვკარგავთ, ღმერთმა მიმატოვა, ვიბოღმებით, უფრო და უფრო ბრისხანებ ხდებით, უფრო შეიძლება უსიყვარულოს გიგავხდეთ, ანუ რა გამოდის? ჩვენ ღმერთს არ ვენდობით, ღმერთს ვერ ვხედავთ და ანუ ჩვენ ურწმუნოები ვართ. ამიტომ ჩვენი რწმენა და ურწმუნოების ლუსტრაცია, აი ურწმუნოების ლუსტრაცია ხდება აი ამ დროს. როცა განსაცდელები მოდის, როგორ იქცევი? როგორც კი ამბოხი გაქვს, საკუთარ პირად განსაცდელზე ამბოხი იმ წამსში შენთან პრობლემაა. როცა სიმდაბლით, მორჩილებით, მოთმინებით, დიდსულოვნებით და თუნდაც მტრის და ჯალათის სიყვარულით ამას როცა არ ითმენ, მაშინ ესე იგი შენ რწმენაში რაღაც ხარ